გავრცელებულია მოსაზრება, რომ მოსწავლეები უფრო უკეთესად სწავლობენ მასალას, თუ ეს მასალა მიეწოდებათ მათთვის უპირატესი სწავლის სტილის მიხედვით. როგორებიცაა მაგალითად მხედველობითი, სმენითი, მოძრაობითი, შეხებითი. ხშირად მიიჩნევენ, რომ სწავლების პროცესის დაგეგმვისას გათვალისწინებული უნდა იყოს პროცესის მორგება თავად მოსწავლის მიერ სუბიექტურად შერჩეულ სწავლის იმ სტილზე, რომელიც ოპტიმალური იქნება მოსწავლის აკადემიური მოსწრების გასაზრდელად. ჩამოთვლითაგან რომელშია გამოკვეთილი ის მიზეზი, ის გამო შესაძლებელია, რომ გავრცელებული მოსაზრების მართებულობის შემთხვევაშიც კი ამგვარად წარმართული სასწავლო პროცესი არ იყოს ოპტიმალური შედეგის მომტანი. აპასუხი მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გაზრდის მიზნით სასწავლო პროცესის ოპტიმალური დაგეგმვისთვის საჭიროა წინასწარ დადგინდეს, თუ რომელი სტილი შეესაბამება ამა თუ იმ მოსწავლეს. ეს უფრო მეტად ადასტურებს, რომ ეს სტილის მორგება, ეს პრაქტიკა ოპტიმალურია, კარგია, ამიტომ არ გვაწყობს. სწავლების პროცესში მოსწავლეები იყოფა მათი ინდივიდუალური ოპტიმალური სტილის მიხედვით, ესეც არ გვაწყობს, პირიქით ეთანხმება, ეხმიანება. ჩვენ უნდა ფაქტობრივად აი ამ მოდელს შევეცინა აღმდეგოთ. ხშირად კონკრეტული მასალის სპეციფიკით განსაზღვრული ოპტიმალური სტილი და მოსწავლის მიერ სუბიექტურად შერჩეული სწავლების სტილი ერთმანეთს არ ემთხვევა. ეს კარგი პასუხია. შეიძლება ესე იგი აცდენა გქონდეს, მოსწავლემ ვერ განსაზღვროს რა არის კონკრეტული საგნის მასალის სპეციფიკის გათვალისწინებით საუკეთესო სტილი. აქ საუბარია სუბიექტურად შერჩეულ სწავლის სტილზე და შეიძლება მოსწავლეს არ ქონდეს საკმარისი კომპეტენცია. ამიტომ უნდა დავიტოვოთ, როგორც წესი სასწავლო პროგრამა მოიცავს მრავალფეროვან მასალას, რომელიც სხვადასხვა ნაწილის სასწავლებლად ოპტიმალურია სხვადასხვა სტილის გამოყენება. დეპასუხის შემთხვევაში არავინ გვიკრძალავს ამ სტილის გადაკეთებას, ხო? ანუ სუბიექტურად ირჩევს, თქვათ, სწავლების მოდულის გარკვეულ ეტაპზე ერთი სტილი შეიძლება ქონდეს, მეორე შემთხვევაში, თქვათ, მეორე სტილი და ასე შემდეგ. და ეპასუხის სწავლის სტილის ერთიანი უნივერსალური კლასიფიკაცია არ არსებობს და სხვადასხვა მკვლევარი მას სხვადასხვანაირად განსაზღვრავს. ეს პასუხიც არ უკავშირდება პირდაპირ ამ ჩვენს მსჯელობას და არ დაგვეხმარება. ამიტომ გამოვა, რომ G-სა და D-ს შორის უნდა ყოფილიყავით და G უკეთესი პასუხია. შევარჩიოთ G.